მკვლელობა თუ თვითმკვლელობა 23 წლის ინდოეთის მოქალაქე სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი დვანით რაჯდიპი, რომელსაც ოჯახი 14 მაისიდან ეძებდა, გარდაცვლილი იპოვეს. მას მტკვარში მიაკლიეს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაა დაწყებული. ოჯახის ცნობით ახალგაზრდა კაცს გაუჩინარებამდე დაპირისპირება ჰქონდა თბილისში ბინის მეპატრონესთან, ასევე ინდოეთის მოქალაქესთან. დედა და მამა ინდურ მედიას უყვებოდნენ, რომ სტუდენტს ბინაში ავიწროებდნენ, ემუქრებოდნენ და პირადი ნივთებიც მოპარეს. ოჯახის ინფორმაციით 23 წლის კაცთან კონტაქტი მაშინ გაწყდა, როდესაც ის თბილისის აეროპორტისკენ მიემართებოდა სამშობლოში დასაბრუნებლად. მანამდე კი დედის და მამის ცნობით ის ბინის მეპატრონემ ოთახში გამოკეტა და თანხა გამოსცალა. ოჯახს კი მუქარის შემცველი ვიდეო გაუგზავნა. ბიჭის მოსაძებნად რამდენიმე დღის წინ თბილისში მისი ძმა ჩამოვიდა. თაკო მაისურაძე აგრძელებს ამ თემაზე ფორმულას პირდაპირ ეთერში საუბარს. თაკო გისმენთ. ინდოელი ბიჭის ბურუსით მოცულ გარდაცვალებასთან დაკავშირებით ჯერ კვლავ არაფერია ცნობილი, თუმცა როგორც აღნიშნე, ინდურ მედიასთან მშობლები ყვებიან, რომ ბინის მეპატრონესთან, სადაც ის ცხოვრობდა, ინდოელ სტუდენტს ჰქონდა კონფლიქტი, ასევე კონფლიქტი ჰქონდა იმ ბიჭთან, ასევე ინდოელთან, რომელთან ერთადაც ქირაობდა ბინას. მას სურდა, რომ შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი, რადგან ის გრძნობდა შევიწროებას ბინის მეპატრონისგან და მის თანამცხოვრებ პირთან ერთად და მან როცა გადაწყვიტა, რომ შეეცვალა საცხოვრებელი ადგილი, მოსთხოვა ბინის მეპატრონეს ის ავანსი, რომელიც მან წინასწარ გადაუხადა, თუმცა ამ ავანსის დაბრუნების ნაცვლად ბინის მეპატრონემ გამოკეტა ინდოელი სტუდენტი ოთახში და აწამა ასევე $6500 გამოსცალა, როგორც ინდურ მედიასთან მშობლები საუბრობენ, ასევე ვიცით ის, რომ მისი ძმა არის ჩამოსული საქართველოში და დედა საუბრობს გულგრილ დამოკიდებულებაზეც ქართული მხარის მიმართ და საგამოძიებო უწყებების მხრიდან. თითქოს ამბობენ, რომ 2 კვირაზე მეტია ადამიანი დაკარგულია და არ მიექცა მას სათანადო ყურადღება. ჩვენი მოთხოვნაა, რომ პოლიციამ ყველა ეჭვმიტანილი დააკავოს. ისინი მხოლოდ დაკითხეს და მალევე გაათავისუფლეს. ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გარდა მას ძარცვავდნენ. ჩემი შვილის ანგარიშიდან თანხაა გადარიცხული, რაც სწორედ ამ ზეწოლის შედეგია. ბოლო 1 თვის განმავლობაში იმ სახლში, სადაც ჩემი შვილი ცხოვრობდა, მას უამრავ პრობლემასთან გამკლავება უწევდა. ჩემს შვილს ქირაც გადახდილი ჰქონდა და დეპოზიტიც, თუმცა სულ რამდენიმე დღეში იქ მცხოვრებმა პირებმა მისი შევიწროება დაიწყეს. საჭმელს უჭამდნენ, ფულს პარავდნენ და ტანსაცმელსაც კი უყრიდნენ. ამით შეწუხებულმა ჩემმა შვილმა სახლის დატოვება გადაწყვიტა. სხვაგან ნახა ოთახი და იქ უნდა გადასულიყო. ჩემმა შვილმა სახლის მფლობელს სახელად ანილს დეპოზიტი მოთხოვა და უარი მიიღო. შემდეგ ანილმა ჩემს შვილს უთხრა, რომ თითქოს მან სახლის კარი დააზიანა, თუმცა კიდევ უფრო მეტი უნდა გადაეხადა. ჩემმა შვილმა ჯერ უარი თქვა, თუმცა ოთახში გამოკეტეს და იქიდან დაარეკინეს ჩემთან. მესმოდა როგორ აყენებდნენ შეურაცხყოფას. საბოლოოდ თანხა მივეცით. ჩემი შვილი იმდენად იყო შეშინებული, რომ ვუთხარი ინდოეთში დაბრუნებულიყო. ბილეთი ვუყიდე. მეუბნებოდა, რომ აეროპორტისკენ გზაზე იყო, როდესაც მასთან კომუნიკაცია გაწყდა. ტელეფონს აღარ პასუხობდა. მშობლები ინდურ მედიასთან აქტიურად იყვნენ ჩართულები კომუნიკაციაში და ასევე დედა ამბობდა, რომ 2026 წლის სექტემბერში ისედაც აპირებდა ახალგაზრდა ინდოელი სტუდენტი სამშობლოში დაბრუნებას, თუმცა ამას ეს ვერ შეძლო და მისი ძმა ახლაც საქართველოში იმყოფება. მასთან ვრცელი ინტერვიუ შეგიძლიათ მოისმინოთ საღამოს შაბათის ფორმულაში.